აი მე უკვე მოვედი ნახეთ ფაქტიურად აი აქ თითქოს კიდევ ერთი თვალია რომელს აი აქაც შეგვიძლია ამოვიყვანოთ მაგრამ მოდით ჯერ აი როცა ამას ჩავკეტავ ხო ამას აი მე შევხედავ სად ჯობია ამ კრემისფერი ძაფით უკვე რო თვალი ამოვიყვანო აი ესეთია ეხლა აბა ეს ადგილიც შევხედოთ აი ესეთია აი ესეა აქეთ ფიქრობ რომ ცოტა რბილი ძაფით უფრო უკეთესი გამოვიდოდა ეს ძალიან ხისტი ძაფია და არა უშავს აი ესეთია მოკლედ ჩვენი აი ეს კიდე ეხლა მე აღარ გადავიღებ ამ ვიდეოს და აი ერთს რასაც გეტყვით ეს გახსენით ჯობია და აი ესე გააკეთეთ ეს იყოს აქ და ღია ნაწილები აი აქ მოვიდეს ეხლა სადაც ღია გვაქვს რომ უფრო ეს მოხერხებული იქნება ეს თუ ჩაკეტილი აქეთ გააკეთეთ ნუ მაინც არ არის მოხერხებული ჯობია ესე გააკეთოთ ხოლმე სადაც ღია გაქვთ უფრო ეს მხარე მანდ იყოს აი ეს ღია ნაწილები და აი ამას ეხლა აი ესე ნახეთ აი ესე ასე კინძის თავით გირჩევთ რომ მიამაგროთ და მერე მიაკეროთ აქ თუ ნახეთ იმ შემთხვევაში რომ აი მე ახლა მე მგონი ცოტა აი ზუსტად თუ დავსვი ეს ადგილი ხო საიდანაც იწყება ელვა შეიძლება ისე გამოვიდეს რომ ცოტა გრძელია ჩემი ელვა მოდით აი ესე კარგად დავადებ აი ესე თავისუფლად და ნახეთ აი აქ რამდენიც ცოტა ზედმეტია ეს შევა აი მილის შიგნით ანუ იყოს აქ მიაკერეთ აქ ხო ეს აქედან დაიწყებთ ან აქედან არ აქვს მნიშვნელობა უფრო ჯობია აქედან დაიწყოთ იმიტომ რომ აქ ზუსტად გექნებათ თუ მიამაგრებთ უკვე კინძის თავებით მაშინ მაქსიმალურად კარგად მიამაგრეთ და აქედან შეგიძლიათ მაშინ მიკერება დაიწყოთ რომ ზუსტად გეცოდნებათ რომ აქ ეს ჩდება ხო შემდეგ მეორე მხარე აქეთ და აი ეხლა მე უკვე მივაკერებ და იმის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე აი ამ მილის ქსოვას ესე უკვე შევკრავთ ამ ადგილს კარგით ამას აღარ გადავიღებ უკვე ბევრჯერ მაქვს ხომ ეს ელვის მიკერება გადაღებული აი შევხედოთ ნახეთ აი მივაკერე ხედავთ ეს გახსნილი ბოლოები აქეთ არის და ძალიან მარტივი იყო ამის მიკერება ესე თუ ჩაკეტავთ ახლა შეგიძლიათ ბოლომდეც ესე ელვა ჩაკეტოთ თუმცა იმის გამო რომ ახლა მე მოვხსო პრინციპში აი ეს შეკვრა გვინდა თიქამდე სადამდეც აი სპირალი დაიწყება ამიტომ ეს რა თქმა უნდა მილის შიგნით უნდა მოახვედოთ ბოლოები მაგრამ ჩაკვეტვით ბოლომდე ვერ ჩაკეტავთ იმიტომ რომ ხედავთ რომ ცოტა გრძელია ჩემი ელვა აქ მე მაქსიმალურად საიდანაც იწყებოდა ელვა ხო იქიდან მივაკერე კარგით ესე იგი ახლა მე გავყვები და აი სპირალზე გადავალთ ნახეთ ეს ნიშნული მოხსნათ სადაც დავაფიქსირე ხო აი ესე ახლა ამათ ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხო ამ ელვის ბოლოებს უბრალოდ ეს ძაფიც ნახეთ მოდით ახლა რა შეგვიშალოს არ წვანი ძაფით ვქსო ახლა მე და კრემისფერიც გვჭირდება მაგრამ ახლა კრემისფერი პატარა გვჭირდება მოდით აი ცოტა ესეთი სიგრძეს მოვჭრი ანუ აქ მაქსიმუმ ერთი თვალი ამოვიყვანოთ ამ კრემისფერი ძაფით ამიტომ რა შეგვიშალოს მოვჭრი და თუ რამეა მე კიდევ ერთ თვალს აქ გავაკეთებდი შეერთების ადგილას კარგით ახლა ეს ჯეჯებით არ გვინდა აი ეს წვანი ფერის ძაფი მჭირდება მინდა რომ კარგად გაჩვენოთ ესე იგი ეს ბოლო თვალი და ნახეთ აი ესე ხა შეკრული არ არის იმიტომ ვერ შევკრავთ ახლა ახან აქ თავდება ეს ელვა და აი ესე ნახეთ ეს ბოლო თვალი იყო აქეთ თქვენი პირველი თვალი იქნება აი ეს არის V მე მგონი ჩანს მოდით მივახოვებ აი პირველი თვალი აი ეს თუ გავწელავ აი ეს V არის აი ეს V ფორმა აი მაგის ცენტრში გულში უნდა ჩავიდე ხარვა მოვიყვან უფრო კარგად გამოჩნდება იქ სხვა თვალი ესე თქვათ
მარყუჟივით რო ამოყვავდა თავდაპირველად ხო მიკერების ესე გზაფის მიმაგრებისას მაგრამ სინამდვილეში უნდა შეხვედეთ აი V ფორმის თვალში ხა უკვე მე სპირალზე ქსოვას დავიწყებ ანუ ხედავთ რომ უკვე ჩავკეტე აი ესე ვივლით ესე იგი სანამ არ დავაგროვებთ ისეთ რაოდენობა რიგებისას რომ ის სახელურები როცა თქვათ ჩაკეტვა მოგინდებათ ხო იყოს საკმარისი სიგრძეების აი ეს ახლა მე მგონი უკვე მივხვდით ხო რასაც ვაკეთებ აქ უკვე მარტივია მოდით შეგახედებთ ახლა აი რა სიმაღლეზე მიახლოვებით რომ მივხვდეთ აი ესე შემოუვლით აქ ისევ არ მიაქციოთ აი ბოლოებს ყურადღება აი ესე უარეთ აი გავედი ხო ეს დავშორდები აი ამ ელვის ბოლოებს არ მიაქციოთ ყურადღება შიგნით იყოს ჯობია ჩამალი რო არ შეგიშალოთ და აი ესე უვლით ესე რომ გაიზარდოს აი ამ ხელა არ გჭირდებათ როგორც ეს არის მაგრამ აბა ნახოთ ძალიან მყიფეა და ძალიან აი კეთება იქ სადაც ნახეთ მოხრას ვცდილობ ესეთი არ არის დრეკადი მაინც აი ესე და აი სადაც აქ ეს რო დადოთ ეს რაღაც ამ ხელა მტკაველი არ არის მტკაველი შეიძლება პრინციპში თუ გრძელი გინდათ ცოტა მაგრამ აი მეახობით ნახევარზე ანუ რაც არის ეს აი აქ ნახევარი იქნება და აქეთ არის ცოტა წამოსული ხო აი ესეთი სიგრძე გჭირდება მე გაჩვენებთ კიდე მოგსო და ვაგროვებ ამ რიგებს და მე მაინც ერთად უნდა ეს გავაკეთოთ მიკერება ამ ორი სახელურის კარგით ხა მე გავყვები გავაგრძელებ მაშინ თქვენც მოგსოვეთ აი ახლა ვნახეთ აი ესეთი ხასიმაღლე აი ესეთი განსხვავება მოდით მაინც გავზომავ თან გეტყვით ეს მეორე სახელური ესე იგი იმის შემდეგ რაც დავიწყეთ სპირალის ქსოვა ხო თორე სპირალამდე აი ეს ჩაკერება ესეთი მოგვიწია ხო ახლა ნახოთ აი ეს არის 10 სანტიმეტრია აქეთ 18 აი 18 სანტიმეტრი აქეთ 10 აი ესე მიახლოებით ესეთი პროპორციები დაგჭირდებათ ეხლა მე სანამ აქ შეგვიძლია მოვუჭრათ ეს ძაფი ოღონდ ისე მოჭერით რომ ამ ძაფით მე ვაპირებ აი ესე ისეთი ცოტა მსხვილ ყუნწიანი ესეთი ნემსით ესე მივაკერო რომ ეყოს ამ მიკერებისთვის აი მიახლოვეთ ნახეთ აი ესე ძალიან გრძელიც არ გჭირდებათ მაგრამ აი ესეთი სიგრძის სადაც ნახევარი მეტრი ალბათ ესე ეხლა სანამ ამ მიკერებას დავიწყებ აი ეხლა ეს ადგილი გახსოვთ რო გითხარით აი აქ ვფიქრობ რომ პირდაპირ შეიძლება აი აქ ჩავკეტოთ უკვე არ არის საჭირო აქ მოგსოვა კიდევ ერთი თვალის ამიტომ აი ამ ნახეთ დავაკავშირებთ ესე ამას ამოვიყვან ამ ძაფს მოდით კარგად ესე რომ თქვენს კარგად დაინახოთ მივახლოვებ და როგორც დამთავრება რომ იყოს კარგი აი ეს ეხლა სინამდვილეში ჩვენი ბოლო თვალი აი ეს იყო და აქ გვინდა მაგრამ ეს ერთი ძაფი რო არ გაიწელოს ორივე კედელი აი ამისი ესე იგი მედი არ გავედი მთლად ეს ორი კედელი თეთრი კრემისფერი ძაფით ხო აი ესე გამოიტანეთ აი ეს გამოვიტანოთ და უკან და ჩავიტანოთ ხო
ნახოთ. აი, აქ საიდანაც გამოვიდა. ისე ვიქ უნდა ჩავიტანოთ. აი აქ. ხო ჩანსემ. აი ეს. აი აქ ჩავიტანთ და მე ჩანთის შიგნით რა თქმა უნდა. კვანძია საჭირო, იმიტომ რომ ძალიან რო არ გაიწელოს ეს ადგილი. თუმცა აი ესე ძალიან მუჭიმულიც რომ იყოს, მაინც თავია ლამაზად დადგეს ეს გარეთა ადგილი, სადაც მიმაგრება იქნება. ეხლა აი ეს უბრალოდ ჩავიტან. აქ შეერთება არ არის, ესენი ცალ-ცალკე არიან, ნახეთ, აი ესენი ხედავთ, ამიტომ ეს არ შეგიშლით ხელს. ეს შეგიძლიათ აქეთ მილის გასწვრივ, აი აქეთ ამოიყვანოთ, ესე გასწვრივ და ეს უნდა ძალიან კარგად უნდა კვანძი გააკეთოთ. მე ხა კიდევ ერთხელ ჩავიტან უკან. აი ეს უკვე ჩანთის შიგნით ვცდილობ რომ ჩავიტანო და იქ კვანძი აუცილებელია. კარგად, ეხლა აღარ გავაკეთებ, აი მე მგონი ჩანს რომ ესე კარგად ჩაიკეტა, ხო? კარგით. მე უკვე შიგნიდან კიდევ ერთ კვანძს გავაკეთებ, თქვენს გირჩევთ. ეხლა მოდით აი ეს ჩვენი ადგილი. აი ესე გვაქვს. მიახლოებით ნახეთ როგორ გავაკეთე. აი სადაც აქ დამთავრდა, აქ რო აქედან კიდევ მოვედი და რაღაც ესე რო შეავსონ, ასე ვთქვათ. ეხლა აქ ჩვენ ბოლოს დრას თვალი გაქვთ, ნახეთ, ეხლა ეს თვალი იყო. ეს ამოიღეთ მთლიანად ეს ძაფის ბოლო. ეხლა ნახეთ ეს სპეციალური ნემსია ესეთი. ახლა მე მეტალი შევიძინე, იმიტომ რომ ადრე რო პლასმასის მქონდა ძალიან ესე ორი იყო და ორივე გამიტყდა. კარგით. ეს ახლა ეს ძაფის ბოლო არ დაგჭირდებათ, ანუ უბრალოდ ჩამალეთ და აი ამითი აქეთაზე ხარაც დავტოვე. ამითი უნდა ვიაროთ, ჩვენ ნახეთ ჯერ პირზე დაადეთ კარგად რომ მიხვდეთ სად ხართ. ხა ჯობდა მე რომ თან ზუსტად მცოდნო და ეს ისენი მაგრამ თვალითაც შეიძლება ახლა ნიშნულები აღარ შევინარჩუნი აქ უკვე მიშლი და ძალიან ხელს. აი ესე მიახლოებით. თორე გრეხო არ მოხდეს აი ესეთი. აი ერთმანეთის მიმართ არ იყოს და ესე რომ გაასწორებთ. დავშორდები ისევე. ესე რომ გაასწორებთ. და უბრალოდ მოხარეთ და ესე რომ მიუდგეს ერთმანეთს. აი ეს. ეხლა შეგიძლიათ გარედან შიგნით ჩახვიდეთ. ხო, ბოლომდე. და შემდეგ აქეთ კიდე მეზობელში. ეს ადგილი რა თქმა უნდა დაიმალოს და ანუ არ შეგეშინდეთ რომ ეს ნაკერი იქნება. ეს ამაზე უნდა გაკეთდეს ესეთი ნასკვი. ეს კიდე მოსაქსოვი გვაქვს. აი ეს ახლა აქეთ მე მეორე თვალი ხო, აქ ჩადიხართ, აქედან მეორე სახელურიდან ამოყავთ. აი ესე. ეხლა რახან ჩავედი, აქედან ამოვდივარ, ოღონდ უკვე მეორე თვალის. მეორე თვალში. მომდევნო, სულ თითო თვალში აუცილებლად თითოჯერ შედით, აი ესე. აი ესე, ჩავედი. აქეთ სახელურზე ამოვალ. ესე შემოყევით სულ და ესე წრიულად მიაკერეთ. აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი ჩანთა. აქ ცოტა ესეთია, ერთგვაროვნად არის ხო, ეს გადაბმა, მაგრამ ეს არაუშავს, ეს უნდა მოხდეს წესით კვანძის ქვემოთ და ნახეთ გირჩევთ რომ აი ამ ადგილს ჯობია აი ესეთი სიფრთხის მისცეთ, აი უფრო აი ესე. და უფრო ხელში დასაკავებლადაც მოხერხებული იქნება. აი ესეთია დაახლოებით. ესე დგება კიდევაც ძალიან კარგად. კარგით, ეხლა მე ამას გადავდებ ჯერჯერობით და ეხლა ჩვენ დავიწყებთ აი ნასკვის მოხსოვას, რომელიც აუცილებლად ესე ძალიან ლამაზი დეტალი იქნება.
ამისთვის ჩვენ დავიწყებთ წეროდან ქსოვას. წეროს, ანუ სიგრძე, გარკვეული სიგრძის ესეთი ლენტასავით იქნება, მაგრამ იქნება წაწვეტებული ბოლოები, ორი ბოლო. ესე იგი, თავიდან ნახეთ, აქ პირველად გავაკეთოთ, მოდით, კვანძი და პირველი თვალი. ნახეთ, აქ ეხლა უზორი ცოტა სხვა გვექნება, ესეთი უზორი აღარ გამოვა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ წრიული მოძრაობით შეგვიძლია მივიღოთ, ან მოჭრებით. ყოველი რიგი მოუჭრათ ძაფი თავიდან. ამას მე მგონი არ აქვს დიდი აზრი. ესე იგი, გვსოვთ ესე ერთი თვალი, ეხლა ნახეთ, ეს არის როგორც პირველი თვალი. შემდეგი არის აი ეს მეორე თვალი უკვე მეორე რიგის. მეორე რიგში უკვე მექნება სამი თვალი. ანუ ესე იგი, ეს არის 1 2 და 3. ის იყო ბიჯის, პირველი თვალი იყო ბიჯის. ხარ ვარ დაგაბნიოთ, ხო? ბიჯის თვალი იყო. ეხლა კიდევ ერთი ბიჯისთვის და მოვტრიალდით და ჩვეულებრივად თვლები ნამატის გარეშე. ეხლა ამ რიგს მოგხსოვთ როგორც ჩვეულებრივად არ მოუმატებთ ჯერჯერობით. ისევ სამ თვალს მოგხსოვთ. აი ეს. აი ისევ სამი თვალი მოგხსოვთ. პირველ რიგში იყო ერთი თვალი, ნახეთ ეს ესეთი კვანძი ის არის. ყულფივი თვალია, შემდეგ იყო სამი თვალი, ისევ სამი თვალი. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის, ეხლა ისევ მოუმატებთ, ანუ კიდეებში, აი პირველ და ბოლო თვალზე. ერთი თვალი, მეორე მოუმატე, ხო? შემდეგ შუა თვალი, ჩვეულებრივ ერთი თვალი. და ბოლო თვალშიც მოუმატოთ 1 და 2. ჯამში გაქვთ ეხლა 5 თვალი. ხო, სამი თვალი ქონდა წინაზე, ეხლა კიდევ 2 დავამატეთ, ერთი აქედან, ერთი აქედან ზედმეტი და 5 გაგვიხდა. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალით. ხა როგორც ხვდებით, ამ რიგში ისევ არ მოუმატებთ. მოგხსოვთ 5 ასეთ თვალს. აი ეს. ასეც მეხუთე 1 2 3 4 5 ისევ ერთი თავისუფალი თვალი ისევ მოუმატებ 1 2 და ეხლა სამი თვალი გექნებათ მატების გარეშე ჩვეულებრივად თითო თვალში თითო თვალი და ბოლო თვალში ასევე გექნებათ 1 და მეორე აი ეს ნახეთ როგორი წაწვეტებულია ხედავთ აი ნახეთ აქ რო დაედება ესეთი ლამაზი ის ექნება ფორმა. ეხლა კიდევ ასე მოგხსოვ რამოდენიმე რიგს და ესე იგი ხა წინა ამის ეხლა ამ რიგში იყო მატება, ამიტომ ეხლა აღარა მექნება მატება. წესით უნდა იყოს 7 თვალი ეხლა. ესე თვლები ნამატის გარეშე. ეს ჩვეულებრივ უბრალოდ რიგის გამოტოვებით იქნება ხუმე მომატება რაოდენობა თვლების. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალთ. ეხლა მატება იქნება, ანუ გავზრდით ისევ რაოდენობას თვლებისას. 2 ამოვიყვანე ერთი თვალიდან, ეხლა 5 თვალი იქნება მატების გარეშე. და ბოლო თვალში მატება, ანუ ბოლო თვალიდან ამოვიყვან 2 თვალს. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი, ახლა გექნებათ 9 თვალი. ანუ ახლა არ ვაკეთებ მატებას, უბრალოდ წინა რიგში რაც გავაკეთე, იმას გავიმეორებ, უბრალოდ თვლებს მოგხსოვთ ყოველი თვალის თავზე. ეხლა ამის სისქე მე ვფიქრობ რომ მიახლოებით სასურველია რომ იყოს აი ამ თქვენი ჩანთის სტარის სისქე. ამიტომ გამოდით გადავთვალოთ რამდენი გვაქვს 2 4 6 8 და 9. ერთი თავისუფალი თვალი კიდევ გავაკეთებ მატებას. ესე 2 თვალი მოგხსოვა ერთი თვალიდან
ახლა იქნება 7 თვალი, თითო თვალში თითო თვალი, ესე. და ბოლო თვალშიც ერთი თვალიდან ამოიყვანოთ 2 თვალს. ერთი თავისუფალი თვალი. მოტრიალდით, ახლა მატების გარეშე თითო თვალში თითო თვალი. ისე ყოველი მოტრიალებისას აუცილებლად ბიჯისთვის გააკეთეთ ერთი თავისუფალი თვალი. და როგორც ხედავთ, აი კიდეებში მატებას ვაკეთებ ერთი რიგის გამოტოვებით, ხო? ერთ რიგში ვთქვათ, თუ იქნება მატება, მომდევნოში აღარა გვაქვს მატება. ახლა არ ქონდა ამ რიგში მატება. აი ესეთია, ნახეთ, როგორი წაწვეტებულია, ძალიან ლამაზი ფორმა იქნება. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია ჩემთვის. ხო, ესეთი რაოდენობა ვნახოთ. 2, 4, 6, 8, 10 და 11. 11 თვალი მაქვს ეხლა მე. ამის შემდეგ მე მოვგსო უკვე სწორხაზოვნად, ანუ აღარ გავაკეთებ მატებებს. ერთი თავისუფალი თვალი უბრალოდ ბიჯისთვის და სულ ასე მოვგსო აი ამ ესეთ ლენტას, ასე თქვათ, ხო? ლენტის ფორმა ექნება. და კვანძია გასაკეთებელი ხვდებით, ხო, ამ ლენტით და ეს წაწვეტებული ბოლოები უბრალოდ ისე დეკორაციულად სილამაზისთვის, რომ ესე გადმოიფაროს ჩვენ სახელურს. ისე ერთი თავისუფალი თვალი. აქ თუ გიჭერთ პირველიდან ბოლო თვალის დამახსოვრება ან გარჩევა, ჯობია ნიშნულები გააკეთოთ ხოლმე. თორე ისე შეგიძლიათ უბრალოდ რაოდენობა თვლების გადაამოწმო და ამითაც მიხვდებით, რომ სწორად ხარ აკრიფეთ თუ არა. 2, 4, 6, 8, 10 და 11. ეს მე-12 უკვე ის იყო ბიჯის. ანუ მე სწორად მივდივარ. თქვენ შეგირჩევთ, რომ თუ თქვათ გიჭერთ ხოლმე ესე ზუსტად პირველი და ბოლო თვალის გარჩევა, გააკეთოთ ნიშნულები. აი ესე სწორხაზოვნად უნდა გსოთ. ახლა სიგრძეს რაც შეეხება, მე მაინც მირჩევნია მოვაზომო, იმიტომ რომ ყველა ძაბს თავისებური ის აქვს სისქე და ეს სახელური თქვენ შეიძლება სხვადასხვა ზომის გამოგივათ და სახელურზე არის დამოკიდებული რა სისქის სახელური გაქვთ, ხო? ამას უნდა ესე თქვათ შემოუაროთ ამ ლენტით და კვანძი გაუკეთოთ და ამის მიხედვით დააზომეთ თან და ამის მიხედვით მეც ესე გადავწყვეტავ რა სიმაღლის მოგსოვო ახლა ეს ჩემი ლენტი. ესე გააგრძელეთ და გსოვეთ რიგები დავაგროვოთ უბრალოდ. აი ხა ნახეთ, აი ესეთი სიგრძის მაქვს ეს ლენტი. მოდით მაინც გავზომავ. და ცოტა გრძელიც შეიძლებოდა. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ უკვე ძაფი მე მქონდა ზუსტად ესე ერთი გორგალი და ცოტა მეტი და აი ხა უკვე მიმთავრდება და აი ეს წაწვეტებული ბოლოც უნდა მოგსო და ამიტომ ნახეთ, ესე თუ დავადებ ბოლოდან მაშინ მაქვს 16 და 9. აი ესე სანტიმეტრში. აი ესეთი სიგრძე მაქვს. შეიძლებოდა ცოტა კიდევ გრძელი 1 სანტიმეტრით მაინც, კარგი იქნებოდა. და ახლა მე უკვე გავაკეთებ ასე ვთქვათ, დავავიწროებთ ამ ადგილებს გვერდებიდან, ცეკ თავიდან მატებები გავაკეთეთ, ხო? ახლა პირიქით შევამცირებ, ანუ ბიჯისთვის მაინც ერთი თვალი მოგსოვეთ. 1, 2, 2 თვალში, აი ესე ამოვიყვანეთ და ერთად. ახლა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და ახლა აქაც 1, 2, ერთად. ერთი თავისუფალი თვალი მოვტრიალდით. ახლა შემდეგი რიგი იქნება კლების გარეშე. ახლა კლება იყო ხო წინა რიგში. ახლა არ გვინდა კლება, როგორც მატებები ვაკეთეთ, ზუსტად იგივე წესით. ანუ ერთ რიგში მოუკლებთ, მეორე რიგში არ მოუკლებთ, ანუ რაც დაგხვდება თვლების რაოდენობა, იმას გსოვთ. ერთი თავისუფალი თვალი. აქაც თუ გირჭირთ თვლები, ესე გირიგების
პირველი და ბოლო თვლების გარჩევა გირჩევთ რომ ნიშნულები გააკეთოთ. აი ეს. ეხლა მოკლების დროა. ერთი თავისუფალი თვალი უკვე მოქსოვილი მაქვს. ეხლა 1 მეორე და ერთად. როგორც იყო მოკლება ზუსტად იგივე წესით. თავიდან გავაკეთებ აქ ცოტა გაიძენწა ეს ძაფი. 1 2 და აი ესე. ეხლა თითო თვალში თითო თვალი 3 4 და 5 იქნება აქ, ხო? 5 იქნება ესე თითო თვალში თითო თვალი. შემდეგ მოკლება 1 მომდევნოში მეორე ერთად. 1 თავისუფალი თვალი მოვდრიალდით. აი ეს დაფი დამრჩა ახლა სულ და ამიტომ ცოტა ვიჩქარე დამთავრება. ესე თქვა შეიძლება და უფრო ოდნავ კიდევ გრძელის მოგსოვა, ესე ვფიქრობ. კარგით. ესე იგი, ახლა არ ვაკეთებთ ხო მოკლებას. კი, ამ რიგში გავაკეთე მოკლება, ახლა არა. 1 2 3 4 5 6 7. კარგით. 1 თავისუფალი თვალი. შემდეგ რიგში ისევ მოკლება გვექნება 1 2 ერთად. შემდეგ 3 თვალი გექნება თითო თვალში თითო თვალი. და ბოლოს ისევ 2 თვალი იქნება ერთად. 1 თავისუფალი თვალი თითო თვალში თითო თვალი. აქ მოკლება არ კეთდება შემდეგ რიგში, ხო? ესე. 1 თავისუფალი თვალი და ფაქტიურად ვრჩებით. ეხლა იქნება მოკლება 1 2 ერთად. მომდევნო თვალი არ იქნება, ეს ჩვეულებრივ თითო თვალში თითო. ეხლა ისევ 1 და 2 და ერთად. 1 თავისუფალი თვალი და აქ უკვე მოკლების გარეშე 1 2 და 3 1 თავისუფალი თვალი. ეხლა ბოლო რიგი იქნება, ნახეთ, აი წვეტი წაწვეტებული 1 2 3 ერთად. აი როგორც თავიდან გავაკეთე და 1 თავისუფალი თვალი. აი ეს როგორც თავიდან იყო 1 თვალიდან რომ 3 გამოვიდა, აი ესე. აი ესეთი, ნახეთ, ხარეტევა მე მგონი ხო? აი ესეთი ფორმის ნაკსოვი უნდა გამოგივიდეთ. ეხლა გეტყვით ამის სიგრძე. ეს არის 42 სანტიმეტრია. 42. ეხლა უკვე მე ამას მოვჭრი ამ ძაბს. ესე ბოლო გამოვიტანოთ და გახსოვთ რომ უნდა შემოვაროთ თეთრი ესეთი კრემისფერი ძაფით, ხო? როგორც აი ამ ადგილას აქვს ჩანთავს. კარგით. ეხლა მე აქ მე მინდა რომ მაინც დავაფიქსიროთ ეს ბოლოები თან, რომ არ იყოს შესამჩნევი. ასეთი გავატაროთ კიდეში და იქ კიდეს, რა თქმა უნდა, გადაუვლით მერე კრემისფერი ძაფით და არ იქნება შესამჩნევი. აი ესე. ხედავთ? შუაში კერწა ვიყვანე კიდეზე, ესე გავატარე. ეხლა აქ მე კიდევ ერთ კვანძს გავაკეთებდი. ამას მაინც მოვუჭრი, რა თქმა უნდა, აი ესე. და აი აქ გავაკეთებდი კიდევ ერთ კვანძს. ესე თავის თავში. აი ეს არის უკვე დაფიქსირება. ხო, ამის შემდეგ შეგიძლიათ უკვე გამოატაროთ აი ამ კიდეზე. ეს მოვჭრათ და პატარა ძაფი აღარ აუშავს, ესე. ეხლა კრემისფერი ძაფი გვჭირდება, რომლითაც ესე შემოვუვლით. ეხლა ნახეთ, მოდით ვნახოთ. სადაც გადაბმა მქონდა ესეთი თვითონ აქვს ხოლმე ზოგჯერ თვითონ გორგალს ესეთი გადაბმა. ეს მინდა რომ შიგნით მოვახვედრო, ასე ვთქვათ, როცა კვანძს გავაკეთებ. ამიტომ აი ესე დავიწყებ მე. ანუ წაღმა მხარეს თითქოს უყურებთ, აი ესე დაიწყეთ
კარგად ეს იგივე წესით მოგხსოვ, როგორც ელვის მისაკერებელ ადგილას გავაკეთე. ერთი თავისუფალი თვალი და შემდეგი თვალიდან თან ამ ძაფის ბოლოს ვაყოლებ თვლები ნამატის გარეშე და ესე იგი თითოეულ რიგს უნდა შეუსაბამოთ თითო თვალი. ახლა მე ამ რიგში ვიყავი, ახლა აქეთ. ანუ რიგს შეუსაბამეთ ერთი თვალი ნამატის გარეშე. ეს რიგი იყო, ახლა აქეთ. ანუ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან შორს მიდიხართ, მაგრამ სინამდვილეში ესეც უნდა გააკეთოთ. მაინდა-მაინც ახლოს არ არის მოსაქსოვი ესე თვლები. ესე ახლა უკვე აქეთ ძაფის ბოლო ეცადეთ ჩააყოლოთ. ესე ახლა აქეთ ავართ. ეს ორ კედელში ვცდილობ, რომ შევიდე ყოველთვის. მოდი აქ ესეთი ვის ფორმები ერთნაირად რომ დამიჯდეს ისე ეს ლამაზად, ხო? მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ერთნაირი ფორმები მიიღოთ. ესე შემოვარეთ ახლა ამ თქვენ ნაქსოს. ახლა მე მოვახლოვდი წვერს და აი როგორც ჩანს აქ წვერზე ჯობია 3 თვალი ამოიყონოთ ერთი თვალიდან. 1 2 3. მინდოდა მაინც რომ მეჩვენებინა, რომ ძალიან ესე იგი მოიკუჭება თუ ესე არ გააკეთეთ მატება წვერზე აუცილებლად. შესაბამისად მეორე მხარეზეც ახლა ჩვენ წვერის აქედან დავიწყეთ, მაგრამ რომ მოვალთ ერთი თვალი აი აქ წვეროზე რაც გვექნება, მან ამოვიყვანოთ ასევე 3 თვალი ერთი თვალიდან და ისე დავამთავროთ. აქ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ თითო თვალში, თითო რიგში, თითო თვალი უნდა ამოვიყვანოთ აუცილებლად. ეს ძაფი ჩავაყოლოთ, აი ეს რომელიც ქონდა ისე დარჩენილი, ძაფის ბოლო. აი ესეთი დეტალი მივიღეთ, ნახეთ. თავისი აი თეთრი გარშემო ესეთი კანტით. აი ესე, აქაც ესე. უკანა მხარე ესე გამოიყურება. ეხლა ჩვენ გვინდა ეს უბრალოდ შემოვახვიოთ ამ ჩვენ სახელოს და ეხლა ვფიქრობდი მე რომ ეს თავის თავს დაიკავებს თუ არა, ანუ ხო არ გაიხსნება თქო, მაგრამ არ ამგონია რომ გაიხსნას მაინც და ესე იგი აქ დააკვირდით, ნახეთ, აქ თუ თქვენ წაღმა მხარე მოგიხვდებათ, აქეთ უკუღმა მხარე ამოდის, აი აქეთ. ეს გაითვალისწინეთ და ანუ გადაწყვიტავთ ახლა რომელი გირჩევნიათ, ეს იყოს წაღმა თუ აქ ახლა აქეთ წაღმა გვაქვს, აქეთ წაღმაა და აი ეს თუ ასე გავაკეთეთ, თუ არა შეიძლება ცოტა ოდნავ ამოვატრიალოთ აი თვითონ ნასკვეს შიგნით და როგორმე ეს მხარე წაღმა დავსვათ, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა. ეხლა ეს ხვდებით რომ ეს ცოტა უნდა დავაპატარაოთ აი ეს ადგილი, რომ ეს უფრო გამოვიდეს გარეთ. ეხლა საკმაოდ დიდი ის არის აი აქ ნაქსოვი, ეს არ გვჭირდება და მოუჭიროს. კვანძი, ასე ვთქვათ, კვანძი უნდა გააკეთოთ და ძალიან ლამაზი ჩანთა გამოგივათ. ეს გავშალოთ. ესე ეცადეთ რომ ეხლა მე აქ დავატრიალე ხო ცოტათი რომ ეს ყოფილიყო წაღმა მხარეზე ეს ბოლოებიც და თვითონაც ჩანთის ეს აი ამ ლენტის შუა ნაწილიც. აი ეს ცოტა აი ესე გვერდ აქ ადვილად ამოძრავოთ პრინციპში. თუმცა უკანა მხარეც არ არის ცუდი, ესე რომ იყოს პრინციპში არც არაფერი დაშავდებოდა. მაგრამ ნახოთ ახლა ცოტა იგრიხება იმის გამო რომ მე მოვატრიალე. მოდით აბა ჩვეულებრივად არ ამოვატრიალებ და იყოს ეს აი უბრალოდ ნახეთ, ასე უფრო ბრტყლად აქ კარგად ჭდება ეს ადგილი, აი ნახეთ, აი ეს თუ არ ამოვატრიალებთ. მაგრამ ერთმანეთი ესე უნდა გაკვანძონ ამ ორმა ბოლომ.
აი ესეთია მიახლოვებით, აი ეს. ხა როგორც შეგიძლიათ ეს უფრო ამოატრიალოთ, ეს ლამაზად დასვათ. და არის ანუ ეს არის აი ესე მაჯაზე სატარებელი მკლა ესე. მხარზე არ ამგონია ეს ძალიან ისეთი პატარა არის, ესეთი სტილის ჩანთა. ესე. ხა აქ მე ჩავალაგე ცოტა სიმძიმისთვის. ესე ნიუთები და ესეთია. შევგრათ ეს ამოძრავეთ, საითაც გინდათ, ზუსტად აი სასურველია ნაკერი დაფაროს. აი ხლა ნამდვილად არ ჩანს, ხო, ნაკერის ადგილასაა ზუსტად. ეს ცოტა კიდევ გამოძიეთ. ესეც. აი ესე. სტილამაზი ჩანთა გამოგვივიდა. მე გადავუღებ სურათს ესე დაყენებულს ახლა ზემოდან უყურებთ თქვენ და როგორ დადგება, მასაც გაჩვენებთ. კარგით. წარმატებებს გისურვებთ ყველას. ცადეთ აუცილებლად. ნახვამდის.